Storytelling-ი, story არის ამბავი, telling არის თხრობა და ციფრული თხრობა. ეხლა რა არის ციფრული თხრობა? გავიაროთ. ინტერნეტი არის გარემო, სადაც შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები, ემოციები, მოსაზრებები და ის ადრინდელი სტატიები, რომლებიც მხოლოდ ტელევიზიიდან, გაზეთებში იბეჭდებოდა, ინფორმაცია ტელევიზიიდან მოდიოდა, უკვე ინტერნეტითაც ვრცელდება. ეხლა ინტერნეტში რომ დაიდება რაღაცა სტატია, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს საინტერესო. არის ციფრული თხრობა ფაქტიურად, ხო, რაღაცა ამბავს უყვებით ხოლმე ინტერნეტში. ინფორმაციის შენახვის და გადაცემის არხი ან მოწყობილობა, როდესაც არის კომპიუტერი ან ტელეფონი. ციფრულ თხრობაზე ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ. ციფრული თხრობის მოწყობილობები ან საშუალებები რა არის? ეს არის სოციალური მედია. ეს არის საზოგადოების ცალკეული წევრის ან საზოგადოების ცალკეული ჯგუფის მიერ შექმნილი ინფორმაციის შენახვის, გადმოცემის არხი ან მოწყობილობა. რაღაცა ჯგუფების მიერ შექმნილი. მედია რა არის? მედია არის ინფორმაციის შენახვის და გადმოცემის არხი ან მოწყობილობა. მას მედია, მასობრივი მედია, ეს არის ინფორმაციის შენახვის და გადმოცემის არხი ან მოწყობილობა, რომელიც მრავალრიცხოვანი აუდიტორიისკენ არის მიმართული და გარკვეული პერიოდულობით ხასიათდება. მასობრივი მედია, მას-მედია. ხოლო სოციალური მედია არის საზოგადოების ცალკეული წევრის ან გარკვეული ჯგუფების მიერ შექმნილი ინფორმაცია. აი იგივე სოციალური ქსელები, სხვადასხვა ტიპისა, ეს არის სოციალური მედია. და მასობრივი მედია, ეს არის ტელევიზია, პრესა და ასე შემდეგ. ეხლა სოციალური ქსელების ისტორიიდან რაღაცა ისტორიები 60 ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს რომის იმპერიის შემავალი ქალაქი პომპეი დაიფარა ვულკანის ფერფლით. შემდეგ არქეოლოგიური გათხრების შემდეგ აღმოაჩინეს ამ პომპეის კედლები, რომლებზეც იყო ანტიკური გრაფიტები გამოსახული, კედლის ნაწერები და ნახოთ რა საინტერესო გრაფიტები აღმოჩნდა ამ პომპეის ქალაქის კედლებზე. ჭიშკართან მაგალითად მარკუს უყვარს პენდუზა. თუ კი ვინმეს არ სწამს ვენერასი, ანუ სიყვარულის ღმერთისა, მან უნდა ნახოს ჩემი შეყვარებულიო, როგორი კარგიაო. შემდეგ ნახეთ ცოლი რას წერს თავის ქმარზე. არ გავყიდი ჩემს ქმარს მთელი მსოფლიოს ოქროზეო და ასე შემდეგ. ბოლოს ჩემი მაღაზიიდან გაქრა პატარა ქვაბი. ვინც მას დამიბრუნებს 65 სესპერციას ვაჩუქებ. კიდევ 20 მიიღებს ის, ვინც მომაწოდებს ინფორმაციას ქურდის შესახებ. როგორ ფიქრობ, გავს თუ არა დღევანდელ მესიჯებს ეს ჩანაწერები? 79 წელს ხდებოდა ეს. როდინდელი 2000 წლის წინათ ზუსტად იგივე მესიჯებს წერდნენ ადამიანები, რასაც ჩვენ წერთ, უბრალოდ ისინი წერდნენ კედლებზე და ჩვენ წერთ კომპიუტერებში. ხო გეგონებათ სახელები შეცვალოთ და დღევანდელი სახელები რო დაწეროთ, რომ ვიღაცის Facebook სტატუსები ავიღე. ჩვენ ვაქვეყნებთ რაღაცა ისტორიებს, სხვადასხვა მედია საშუალებით თუ ტექნოლოგიური საშუალებით და მნიშვნელოვანია ეს ისტორიები გადმოვცეთ საინტერესოდ. საინტერესოდ რომ გადმოვცეთ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პირველი ეს არის კონტენტი, ანუ მასალა. შიგნით რა არის? ეს უნდა იყოს ყველაზე კარგად აწყობილი, საინტერესო უნდა იყოს ეს კონტენტი. მკითხველისთვის საინტერესო იყოს და მის ინტერესებს უნდა მოვარგოთ. კარგად ათვისებადი მოთხრობა რომ შეადგინოთ, უნდა გამოიყენოთ ინფორმაციის პირამიდა. ეხლა ნახეთ, რანაირად ავაწყოთ. ჯერ უნდა იყოს განაცხადი, რაღაცას რომ განაცხადებთ, დაწერეთ რაღაცა სტატუსი. მერე ვინმემ რომ დაგიჯეროთ, ამისთვის საჭირო არგუმენტირება. და საბოლოო დასკვნაც უნდა იყოს გაკეთებული. ისე რომ ადამიანი რომ წაიკითხავს თქვენს გადმოცემულ რაღაცა მესიჯია, ინფორმაცია თუ რა არის, იქვე ამოიკითხოს, რაზე საუბრობთ, რის საფუძველზე საუბრობთ და რა დასკვნები გამოგაქვთ. თუ გინდათ რომ თქვენი გაცემული ინფორმაცია იყოს სხვებისთვის მისაღები და კარგად ათვისებადი. აქ საუბრობ ზოგადად ინფორმაციის გავრცელება თუ გინდათ რა მის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ინფორმაცია თუ გინდათ საინტერესოდ გადასცეთ, უნდა იყოთ ფაქტიურად მკვლევარი და არ უნდა იყოს ზედაპირული, ანუ არ გესწავლებათ ალბათ, რომ თუ ზედაპირულად და უგულოდ გააკეთებთ რამეს, იმაში არც შედეგს არ უნდა მოელოდეთ ძალიან დიდ. ესე იგი, მხოლოდ რაღაცა სტატუსი კი არ უნდა შევქმნათ, ერთი რაღაცა კონტენტი კი არ უნდა ავიღოთ, უნდა გავამრავალფეროვნოთ. ეხლა როგორ გავამრავალფეროვნოთ? გარდა იმისა, რომ დავდეთ ეს განაცხადი გავაკეთეთ, არგუმენტირება დასკვნა გავაკეთეთ და რაღაცები მოვიკვლიეთ, მნიშვნელოვანია საინტერესო გავხადოთ. საინტერესო რომ გავხადოთ, ხედავთ, რომ სურათებსაც ემოციის გასაძლიერებლად ამატებენ ხოლმე. იმისაც, რომ ჩვენი მოთხრობები ან ეს ციფრული ინფორმაცია გახდეს ბევრად უფრო საინტერესო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავი ავარიდოთ ერთფეროვნებას. მნიშვნელოვანია, რომ აქაც ლამაზად გადასცეთ ინფორმაციას. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, ამიტომ ვსწავლობთ ამ რაღაც რესურსებს. თუ თქვენ ამ ნაირფეროვანი ინსტრუმენტებით მიაწოდებთ რაღაცა ინფორმაციას, მერე უფრო ხალისით გამოყვებათ და ხალისით დაიწყებს სწავლას. ნახეთ ახლა Apple-ის დიზაინერების მიერ შექმნილი მოწყობილობის რეკლამა არის. თავისი რაღაცა მოწყობილობები აქვს წარმოდგენილი. ერთი და იგივე მოწყობილობა 9 სხვადასხვა ტიპის რაკურსით აქვს წარმოდგენილი. საინტერესო რომ გახადონ თავისი პროდუქცია, სულ სხვადასხვა სახით წარმოადგენენ ამას. ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები დააინტერესონ, ასე მუშაობს ბიზნესი. თუ გინდა, რომ ბიზნესმა კარგად იმუშაოს, შენც უნდა იზრუნო მასზე. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სათაურების დამუშავება, რა თქმა უნდა, ადეკვატური უნდა იყოს შინაარსისა, მაგრამ ამასთანავე რაღაცა საინტერესო იყოს ჩადებული, რომ ადამიანები დავაინტერესოთ. მნიშვნელოვანი ყველა ეს ასპექტი გაითვალისწინოთ, რაზეც ვისაუბრეთ.